გავიქცი, აბა სანტამ თუ საჩუქრები მომიტანა. რა მაგარი საჩუქრებია? რა მაგარი საჩუქრები იყო. მადლობა სანტას. ეხლა გამახსენდათ, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა. რა მაგარია. დილამშვიდობისა, შვილო, კი როცავ დაბადების დღეს. დილამშვიდობისა. მადლობა მამა. ნახე იქით ოთახში სანტამ რა მაგარი საჩუქრები მომიტანა. წავალ, ნახავ, აბა როგორი საჩუქრები მოგიტანა. იმედია, კარგი საჩუქრები იქნება. კი, ძალიან მაგარი საჩუქრებია, რაც მთავარია მე მომეწონა. ეს იმიტომ არის მთავარი, რომ ეს ჩემი საჩუქრებია. რა კაი საჩუქრები მოუტანია სანტას, ძალიან მომეწონა. კი როცავ შვილო ახალ წელს. ხო, მამა, ძალიან კაი საჩუქრებია. მადლობა მოლოცვისთვის. მეც გილოცავ ახალ წელს. მრავალს დაესწარი. მადლობა შვილო, რომ მომილოცი ახალი წელი. ძალიან კარგი საჩუქრები იყო მართლა. ისე შენ გინახავს სანტა? ძალიან მინდა მისი ნახვა. შეგიძლია ოდესმე მანახო? შვილო, არ ვიცი, ოდესმე სანტა თუ გამოჩნდება, მაგრამ ბავშვობაში მე ერთხელ ხანე საჩუქრებს რომ მიდევდა, ერთხელ დავინახე და ძალიან კარგი იყო. მართლა მასეთია, როგორიც ხალხს ჰგონია. ისე მარტო შენ გინახავს სანტა კლაუსი? შვილო, მე კი მყავს ნანახი, მაგრამ ეხლა ასე ზეპირად რა ვიცი, ვის ყავს ნანახი და ვის არა. თან მე ხომ არ მეტყვიან, არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ მე მყავს ნანახი. ალბათ სხვებსაც ეყოლებათ ნანახი, ასე ზუსტად არ ვიცი. კარგი მამა. წავედი შვილო, მე იქით ოთახში რაღაცა საქმე მაქვს და ორ წუთში მოვალ. კარგი, არ არის პრობლემა, მოაგვარე შენი საქმე. შვილო, გილოცავ ახალ წელს და რაც მთავარია, იმას გილოცავ, რომ დღეს შენი დაბადების დღეა. გილოცავ შენ დაბადების დღეს. მადლობა დეის ახალი წლის და დაბადების დღის მოლოცვისთვის. შენც გილოცავ ახალ წელს. ნახე იქით ოთახში სანტამ როგორი კარგი საჩუქრები მომიტანა. შვილო, კარგი, წავალ იქით ოთახში და ნახავ, როგორი საჩუქრები მოგიტანა. იმედია კარგი საჩუქრები იქნება, რადგან მთავარია შენ მოგეწონოს, რადგან ახალი წელია და მით უმეტეს შენი დაბადების დღეა, შვილო. წავალ ახლა და ვნახავ საჩუქრებს. კაიდე. მართლა რა კარგი საჩუქრები მოუტანია, შვილო, სანტას. რა კარგია. გეთანხმები დე, მე ძალიან მომეწონა ეს საჩუქრები. კიდევ ერთხელ ვუხდი სანტას მადლობას. კაიდე, ეხლა ჩანთას ჩავალაგებ და სკოლაში წავალ. შვილო, რატომ მიდიხარ სკოლაში? დღეს ხომ შენი დაბადების დღეა? მერეა რომ ჩემი დაბადების დღეა, წავალ სკოლაში და კიდევ უფრო ბევრ რამეს გავიგებ, ვიდრე ვიცი. კარგი შვილო, წადი სკოლაში, როგორც შენ გინდა, შენინება. კაი, ჩავალაგებ ჩანთას, მადლობა დე, რომ სკოლაში მიშვებ. ძალიან მიყვარს სკოლა. კარგია რომ სკოლა გიყვარს, უნდა გიყვარდეს. ჩავალაგე ჩანთა. გამარჯობა მას, როგორ ბრძანდებით? გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით, სულ ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყავით და სულ კარგის მომტანი წელი ყოფილიყოს თქვენთვის და მთლიანი ჩემი კლასელებისთვის. ყველას გილოცავთ ახალ წელს. გამარჯობა ნიკა, მადლობა მოლოცვისთვის, ასევე მეც გილოცავ ახალ წელს და დაბრძანდი დაიკავე შენი ადგილი და ახლა კი გადავიღოთ საახალწლო ფოტოები. კარგით მას. ორ წუთის ბავშვებმა მირეკავენ, გავალ და მალე შემოვალ. კარგით მას! მოდით ბავშვებო, დაფაგავაფუჭოთ, ხომ კარგი აზრია? კი, კარგი აზრია. ძალიან კარგი აზრია. ბავშვებო, ეს არ გააკეთოთ, ეს ძალიან ცუდი აზრია, როგორ შეიძლება? არავითარ შემთხვევაში მე არ ვეთანხმები. წავალ და მასწავლებელს შეტყვი. ჩამშვებო, მასწავლებელს შეტყვის, ჩამშვები ნიკა.
შენ თუ გინდა არ გააკეთო, ჩვენ გვინდა და გავაკეთებთ. კარგი, რაც მინდა ის გავაკეთო, წავალ აუცილებლად მასწავლებელს შევტყვი და მე ვერაფერსაც ვეღარ გააფუჭებთ. თქვენ ბოროტები გამოდიხართ. ბოროტო ბავშვებო. მოდით ჩვენაც გვინდა ის გავაკეთოთ რა. ამას რო უსმინოთ, ჩვენ ერთ ადგილზე უნდა ვიყოთ გაშეშებულები. კარგი, გავაკეთოთ, მართალი ხარ. ნიკა დიდად ვერაფერს ვერ დაგვაკლებს. კარგი, წავიდეთ, სანამ მასწავლებელი მოვიდა. მიდით ბიჭებო, მე გოგო ვარ, მე არ გავარტყავ დაფას. არა, როგორი ბოროტები ხართ ბავშვებო. ვაიმე, მასწავლებელი მოდის. ვაი, მართლა მოდის. ეს რა გიქნიათ? ბავშვებო, ეს რა გიქნიათ რა არის? ახლავე გამოწყდეს ვინ გააკეთა ეს და ვიცი იდეა იყო, თორემ ეგრევე დირექტორთან წავიყვან. მე არ ყოფილვარ. ჩემი თვალით დავინახე, როდესაც საპირფარეშოდან მოვდიოდი, რომ ნიკა ურტყავდა დაფას მთელი ძალით. რატო იტყუებით? მე არ ყოფილვარ. პირიქით, შენი იდეა იყო და მე ბიჭები აიყოლიეთ. მე გეუბნეოდით, რომ ეს ცუდი იდეა იყო და ბოროტება, მაგრამ თქვენ არ დამიჯერეთ. მასე თუ გინდათ კამერების გადაამოწმეთ. გადით დირექტორთან. კარგით ბავშვები, მაი ახლავე გადავამოწმებ მე კამერებს და თუ აღმოჩნდება რომ იტყუებით, აი მაშინვე არ ვიცი რა მოგივათ. ბავშვებო, ეს რა ქენით, რატომ მოიტყუეთ თქვენ? აი ახლავე, აი დირექტორთან წაგიყვან და ოქმებს დაგიჯეთ. ნიკა, შვილო, შენ კი აი ვიცოდი, აი გენდობოდი რომ არ მოიტყუებოდი. მადლობა შვილო, რომ სულ სიმართლეს ამბობ და არასდროს ერევიან ცუდ საქმეებში. არაფრის მას, მე უბრალოდ ბოროტება არ მიყვარს. მე ყოველთვის მართალს ვიტყვი. მეც რომ დამნაშავე ვიყო, მაშინაც ვიტყვი რომ მე ვარ დამნაშავე. ეგ არ შეიძლება, როდესაც ტყუილის ამბობ. კარგია შვილო, აი მე შენით ვამაყობ მაგალითად. აი ბავშვებო, ეს არის სამაგალითო მოსწავლე ჩვენს კლასში, ერთადერთი სამაგალითო. აბა თქვენს თავებს შეხედეთ, რას ჩადიხართ? აი ეს ბავშვი კი არის აზრზე და იცის თუ რა არის სამართალი და რა არის ცუდი. დიახ, მას მე ყველაფერს მასწავლიან მშობლების დილობას და მადლობა თქვენთვის. ახლა კი თქვენს მშობლებს შევატყობინებ ამ ყველაფერს, რათა აღარასოდეს ჩაიდინოთ ასეთი რაღაცა იახლიდან. დიახ, მას შეატყობინეთ, რომ ეს უღირსი საქციელია. ხო რა და იცოდეთ რომ აი ეს ჩაიდინეს თქვენმა შვილებმა. და ხო, მალე გელოდებით მოგზავნით სკოლაში. ნახვამდის. ხაიხლა მოდიან და თქვენგან ნახებთ როგორ უნდა სკოლაში მოქცევა. მოვედი. რა ხდება მასწავლებელო? რა ხდებოდა თქვენი შვილი ძალიან ცუდ საქმეებს ადის. აგერ დაბას შეხედეთ, სულ ჭალეწილია. როგორ შეიძლება ასე? აუცილებლად გამოასწოროთ და შენიშვნა უთხარით თქვენ ბავშვს. თორე ასე ვერაფერს ვერ მიაღწევთ და სკოლიდან გავრიცხავთ. კარგი, აუცილებლად გამოვასწორებთ მე და ჩემი შვილი ამ საქციელს. ევა, რა გააკეთე? დედა, ეს ჩემი ბრალი არ არის. ნიკამ ჩალეცა და ჩვენ დაგვაბრალა. ნახე, კიდე თავს რა იმაგლებს ეს ბავშვი. როგორ შეიძლება ასეთი ტყუილები? ნიკამ ჩალეცაო, კამერების გადავამოწმე და იქ აღმოჩნდა რომ შენი მოფიქრებული იყო ეს. როგორ შეიძლება ამ ხელა ტყუილთან ჩადიხარ? დაიცადეთ, ჩემი შვილი ტყუილს არასდროს არ ამბობს და არც ახლა იტყოდა. ნუ აბრალეთ ჩემს შვილს და ნუ იტყუებით თქვენ თვითონ და ნუ უყვირით ჩემს საკუთარ შვილს. წამოდი, შენც რომ იცავ შენ შვილს, თუ გინდა აერთად გადავამოწმოთ კამერები და ნახავ, რომ შენი შვილია დამნაშავე. ამას დამიხედავდი. რამ ხელა ტყუილებს იძახის მშობელიც, შენნაირი ყოფილა ეს ბავშვი. კარგი, წავიდეთ და მე ჩემი შვილის მჯერა, აბა ვნახოთ რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი. წამოდი. მეც მომდივარ დედა, დამელოდე. სად არის მასწავლებელი? ბავშვებო, გაყმარიცით. ნიკა, შვილო, შენ ხომ არ იცი სად არის მასწავლებელი, რომ დამიბარეს აქ? მამა, ამ ბავშვებმა ჩემმა კლასელებმა დაფა ჩალეწეს და ეხლა კამერებით გადასამოწმებლად წავიდნენ, რომ მე დამნაშავე არ ვარ და ამ ჩემმა კლასელებმა ჩალეწეს ეს. გოგოსი ევას მოგონებულია რომ ეს დაფა ჩაელეწათ. ამიტომაც მე დამნაშავე არ ვარ. შვილო,
ხასიათს რომ გაიფუჭებ შენი კლასელების გამო, შენი დაბადების დღეს 31 დეკემბერია და ამიტომაც არ ხასიათზე იყავი. შენ ხომ წამთან საჩუქრები მოგიტანა და ამ ხასიათზე იყავი. არ გაიფუჭო ხასიათი შვილო. კარგი მამა, არ გავიფუჭებ ხასიათს. აი, ხედავთ, თქვენი სული გამალის დამნაშავე, კიდევ რა მიმტკიცებდით, აგერ ჩანაწერები, აი ეგრე ხომ მაინც დაგიმტკიცეთ. ვაიმე, შვილო, შენი ყოველთვის მჯეროდა. აი ეს რა არის? რა გააკეთე? შვილო, ეს უკვე ძალიან ცუდი საქციელია. მაპატიე დედა, გთხოვ, აი პირველად მოხდა ასე. გთხოვ დედა, მაპატიე. ყველაფერს არასდროს არ გაპატიებ. ახლა გაჩვენებს ეს, წამდი სახლში, წამდი. ალბათონო, ჯერ არსად არ მიდიღართ, თქვენ ვალეთ დაგეთოთ დაფის გაკეთება. წილს თქვენ გადაიხდით. წილს ის ორი ბავშვები, ცერვასად ვერ წახვალთ. ამის გადამხდელები ჩვენ არ ვართ. თქვენ უნდა გადაიხადოთ რადგან ეს დაფა ჩვენი გაფუჭებული არ არის და ნიკა არ გადაიხდის ამას და ბავშვები კიდევ ნიკას აბრალებდნენ. ვიცოდი რომ ნიკა ამ ყველაფერს არასდროს არ გააკეთებდა. მე ნიკაში ყოველთვის მჯერა რადგან ის ყოველთვის მართალს იძახის. რატომ უნდა გადავიხადო ფული? მარტო მე დავაშავე? ყველამ დააშავა, მაგრამ აი სკოლებში ესე არ აკეთებენ, რომ სხვამაც გადაიხადოს. მე გითხარით, მაგრამ თქვენ უნდა გადაიხადოთო? უბრალოდ ნიკა არ გადაიხდის. დანარჩენები ყველანი გადაიხდიან. კარგი, თუ ეგრეა გადავიხდი, რადგან აი ეს უსირცხვილო ბავშვი ჩემი შვილი. აი ძალიან ცუდად რომ მოიქცა, ფულს მართლა გადავიხდი. კარგი, მე წავალ და იქ დაგელოდებით მასწავლებელო. მობრძანდით ნიკას მშობილო, აი ვერ მოაგაქციეთ ყურადღება, მაპატიეთ, აი ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინეს ბავშვებმა, მაგრამ თქვენი ბავშვი ძალიან კარგი ბავშვია და მე მაგისი ყოველთვის მჯერა და მჯეროდა და ვიცი, რომ ასეთ ცუდ საქმეებში ხელს არ გაურევს. ძალიან დიდი მადლობა. მე თუნდაც გადავიხადოთ დაფის ფასი? არა, თქვენ არ გადაიხდეთ, რადგან თქვენ შვილს არ გაუფუჭებია. კარგით. აბა მოვედი. რა ხდება აქ? რატომ შრომა ჩემმა შვილმა? რატომ დამიბარეთ? არა, უკაცრავად. აბადებას შეხედეთ, რას გავს დაფა. ეს თქვენი შვილის გაფუჭებულია და კიდევ სხვა ბავშვების ნიკას გადა. თქვენ ვალეთ გედებათ რომ დაფის ფასი გადაიხადოთ და თქვენი შვილი გააფრთხილეთ რომ ასეთ ცუდ საქციელებში მეორედ ხელი არ გაურიოს. კარგით, გადავიხდი. და რა ხდება? რატომ ხართ ასე ცუდ ხასიათზე? კიდე მე რატომ არ ცუდ ხასიათზე? ამას დამიხადერთი. კარგით, გადავიხდი. წყნარად მოგაგوارოთ ჩვენი საქმე. კიდე მეუბნებიან, წყნარად მოვაგვაროტო, გავგიჟდები ეხლა. კარგი, მოპატიეთ და ჩვენ შვილს გავაფრთხილებ, რომ მეორედ ასე ცუდ საქციელებში ხელი არ გაურიოს და დაფის ფასად გადავიხდი აუცილებლად. მალე გადაიხადეთ. კარგი, ჩაგერიცხეთ ბარათი და ნახეთ რა. კარგი. მე წავედი და ჩემ შვილსაც გავაფრთხილებ. წავიყვან ჩემ შვილს. წამოდი შვილო და შენ გაჩვენებ სახლის თუ რა უნდა მოქცევა. კარგი მამა. აბა მოვედი, რა ხდება, რატომ დამიბარეთ? ალბათ ჩემმა შვილმა 10-იანი მიიღო. ხომ გითხარით ტელეფონზე რაც დააშავა, სულ გადავირავი, კიდე 10-იანზე მე ლაპარაკება, 10-იანს კი არა, ოქმებს დაუწა და სულ გარულიცხავს სკოლიდან. 10-იანი არ არის, 2-იანს ჩაუწერეთ 10-იანს თქვენ შვილს. კარგი, წყნარად. ყველაფერი მოგვარდება ძალიან იოლად. გაჩვენით და დაწყნარდით, ნუ ნერვიულობთ, არაფერია. კიდე ნუ ნერვიულობოდა, წყნარად მოვაგვაროთო, მართლა და მართლა გადავირავი ახლა, რებს ჩადის თქვენი შვილი დაფას აფუჭებს და კიდევ წყნარადო. კარგი, წყნარად. ვაიმე, კიდე წყნარადო, ახალ შემიძლია თქვენ მყალში, დღეიდან მივდივარ ამ კლასიდან. კარგი, გადავიხდი ფულსაც და ჩემ შვილსაც დავაიაგებ ნორმალურ ფცევებზე. ფული ახლა გადაიხადეთ და თქვენი შვილი წაიყვანა. თანახვა ახალ მინდა ნიკას გარდა არავის და მისი მშობელის. არავის თანახვა ახალ მინდა თქვენიდან უკვე. კარგი, ფული აიხეთ და მე წავალ. აი ამბავს სხვა კლასში გადავიყვან ან სკოლიდან გადავიყვან, ვა? აიღეთ ფული. აიღეთ. კარგად ეხლა. წამოდი შვილო. წამოდი დედა. მოვდივარ შვილო.
ძლივს წავიდნენ. მოკლედ, ახალი მინდა აღარავის წანახვა თქვენს გარდა რა. კარგად გავზადეთ თქვენი შვილი და იმედია როგორც უზრდით ისე მოიქცევა. თქვენს თავისუფლები ხართ. აი დასვენებამ და ის სახში უნდა წავიდე ახლა. აი ახარში მითხრე მე ნერვები მომიშალეთ პროსტა რა. კარგი, წამოდი შვილო, წავიდეთ. კარგი მამა, წავიდეთ. ხომ ჩემი შვილის მასწავლებელო. ნახვამდის მას. ნახვამდის კარგად იყავით. ეხლა კი დაფას ახალ შევიძენ, რა ფულიც გადმომირიცხეს. წამოდი წავიდეთ უკვე. უფ, ძლივს, ახლოს ვართ ჩვენ სახლს. ხო შვილო, წამოდი ჩვენც დავისვენოთ. თან ახალი ამბები იწყება, მალე და უნდა ჩავთო. ისე მა, რა კაია, სახალთ რო არ დადეგები რო გვაქვს. ხო შვილო, კარგია. თან ცოტას დაისვენებენ ბავშვები. უი, მოხვედით, საჭმელს ვაკეთებდი თქვენთვის ახლა. კარგია, დედათან მომშივდა. ხო მოგშიდა ორივეს. მიდი მოამზადე. ვაიმე სკოლაში იცი რა ამბები იყო, მერე მოგიყვები. კარგი, ახლა საჭმელს გამოგიტანთ და აი მერე მომიყევი რაც მოხდა. ვაიმე, კაფა დაიწვა! ვაიმე, გამიგდეთ დედა სახლიდან! არა, შვილო, არ წავალ სახლიდან. ნუ გეშინია, დიდი არაფერია. მოვარჩენთ ახლავე. აი, აპარაკი ჯვარალი, წამოდი მალე ჩავაქროთ. რო გამოვიძახოთ და მე ჩააქრობენ. უნდა გამოიძახო. რა და მაშველი, ის მაშველი გვიშველის რომ ცეცხლი არ გაჩნდეს. კარგი, დავურეკავ. გამარჯობა, 112-ში ვრეკავ. დიახ, 112-ია, რა გნებავთ? სახლი ხანძარია, თუ შეიძლება მოხვიდეთ და ჩააქროთ. კარგი, ახლავე მოვალ. მიახლოებით, რამდენ წუთში მოხვალთ? ათვათ კაცო, დიდი ხანი არ დაგჭირდება, 1-5 წუთი მაინც დაგჭირდება. კარგით, ძალიან კარგი. და რეკი მამა, მოვლე? კი, შვილო, მალე მოვლენ. მოვედი, თქვენ დამირეკეთ. დიახ, იქით ვერ ხედავთ აი ტაფალომისთვის, უცებ რა. კარგი, ახლავე მოვაგვარებ. კარგი, გოგა, მე გაუყვები მაინც. კაი, მიდი გაყევი. აჟარი ჩავაქე, ესეც ასე. აჟარი გვჩამქვრალია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ. ვახტედა რამე შველება? რის გამო, რა გეშველება? რადა სულ ერთი და იგივე სიტყვებს ვიძახი, არ მოგბეზრდა მაინც? არა, სულაც არ მომბეზრებია. შენ რამე პრობლემა გაქვს? არა, კაცო, რა პრობლემა? კაი, დაუწყნარდეთ. კარგით, ნახვამდის, ჩემი საქმე მე უკვე გავაკეთე. ნახვამდის. კარგი, ეხლა მე ახალ ამბებს გადავახვევ. უკვე იყო და უკვე უნდა გადავახვიო. კარგი, მამა, გადაახვიე. ჩემი რეკორდი 2 საათში იწყება. რა დროს ამ ამბების ჩართვა? ჯერ საჭმელიც არ გიჭამიათ და ჯერ კიდე სკოლის ამბებიც არ მოგიყოლიათ. ამას უყურე ერთი. რა საჭმელი უნდა ჭამ? დამწვარი საჭმელი უნდა ჭამო? შემოული და ცეცხლმოკიდებული? რებს მელაპარაკები და ამბებს კიდე ახალი ამბების მოხსნილას რომ მორჩები, მერე მოგიყვები სკოლის ამბებს. ხო, კაი, მაგრამ ადერ არ დევს ახალი პიცა? დღეს გამოვაცხე, ამას უყურე ერთი. არავითარი უნდა ჩამო საჭმელი. თან უყურებ და თან შევჭამ. კაი, ხო, მერე მომიყევით ეგ ამბები და ჭამე კიდე. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ახალ ამბებს და დღეს საქართველოში დაიჭირეს 3 პატიმარი, 2 ბავშვი და 1 დიდი, რომლებმაც ერთმა მოიტაცა ბავშვი და ბავშვებმა კი სიკეთე არ გააკეთეს და ამის გამო დაიჭირეს. გემშვიდობებით ამით ნახვამდის. მამა, რა მოხდა ახალ ამბებში? მომიყევი. რა მოხდა ჩვენ ოჯახზე რომ მოხდა ხომ იცი? ის 3 ადამიანიო დაიჭირეს. აი ეგენი მოყვეს. კარგი, მამიკო. კარგი, ახლა მომიყევით ამბები, ვეღარ ვითმენ, ისე მაინტერესებს. კარგი, მოუყვეთ მამა დედიკოს ამბები სკოლის. კაი, წამოვიდეთ ოთახში წავიდეთ და მოგიყვები. წამოდი, მამიკო და დედიკო. ხო გამოვედით, ახლა დაიწყეთ მოყოლა. ხო და რა მოხდა? ხო მივედით სკოლაში რომ რა ფოტოები გადაგვეღო საახალწლო და ბავშვებმა ნიკას გარდა დაფა ჩალეწეს და მე მასწავლებელი გააგჩის, შობლები დაიბარა და შობლებიც რომ მოვიდნენ ეგეთ ბავშვებს უდგებოდნენ, სანამ მასწავლებელმა კამერები არ გადაამოწმებინა.
მე მასწავლებლის აგიჟებდნენ ვაიმე რა სიტყვებს ეუბნეოდნენ და ბოლოს ისე გაგიდა ფული გადაახტევინა დაფის. იმიტომ მე დაიშალა მშობლები და ჩვენ შვილზე იძახდა რომ ძალიან კარგია რომ ასეთი ბავშვი გაზარდეთო და მე მომწონსო იმედია ასეთ საქციელებს გააგრძელებს და ცუდ საქმეში ხელს არ გაურევსო. აი და მე დავიშალეთ ჩვენს ნახვამისო რა და ეგ იყო. აი იქ რო ყოფილიყო, აი გაგიჟდებოდი, იცი რა მებიყო. შეიძლება ხომ მოყოლით ისე კარგად ვერ მოგიყევი, მაგრამ აი რა ვიცი რა. ვაიმე როგორი ცუდი საქციელი გაუკეთებიათ ბავშვებს. შვილო, შენით ვამაყობ, აი ასეთი რომ გაგზარდე. ეგ არის ძალიან კარგი და დასაფასებელი. მიყვარხარ შვილო, ძალიან კარგი ხარ რომ ხელს არ ურევ ეგეთ ცუდ საქციელებში. ერთი დღის შემდეგ. ხო და ეხლა მომივიდა ახალი ბიზნეს იდეა. მოკლედ იქ ამ დგას ეს ახლი ხო იცი. აი მან ფიქრობ რომ გავხსოთ მაღაზია ჩვეულებრივი საჭმის. და რა ვიცი, კაინეს დავყოვიყიდე ნაკვეთი და ეს ადგილი და რა ვიცი, მე მგონი კაი აზრია. რას ფიქრობთ თქვენ? კი, ძალიან კარგი აზრია. ხო და წავიდით მარკეტში. წამოშევდით მამიკოჩას მაღაზიაში. წამოდი. აი აქ არის საჭმელები და რაღაცები უკვე დავარ. ვაიმე, ამდენი რამე როგორ მოასწრე? ხამე გიმუშავია 6 საათამდე თუ რა? ერთი დღის შემდეგ კარგი ხმა დავშოთ გაყიდო. წამოდი წავიდეთ ჩვენ მაღაზიაში. ნახოთ რა ხდება იქ. კაი, წავიდეთ, კაცო. კარგი, წავიდეთ. ნახოთ, აბა რა ხდება იქ. ვაიმე აქ რა ხდება მაღაზიაში? ეს რა მოხდა? გავეკიდოთ მალე ფრინველებს, მიღბიანიკით, ალბათ მაგათმა წაიღეს ჩვენი საჭმელი პირში უჭირავთ, გავეკიდოთ მალე, გავეკიდოთ შიტებს, არა გაგვექცა. მამიკო, გაგვექცნენ ხო? აუ. არა და რამდენი ფული დავხარჯე ამაში. კარგი, წავიდეთ სახლში. აზრი აღარ აქვს რა. კაი წავიდეთ ნინო. გოგა, შეგხვდებით რომ გავგზავნოთ ჩვენი საჭმელები და რაღაცეები. კი შეიძლება გავგზავნოთ, მაგრამ მე იქ ხომ რომ შევიტანთ. ჩიტები ხომ მაინც წაიღებენ, მაგრამ ისე არა. რატომ წაიღებენ? როდესაც ჩვენ იქ ვიქნებით. არა, არ წაიღებენ. და ღამე ყველაფერი ჩავყედოთ. კარგი აზრია მამიკო და დედიკო. აი მოვედით სახლში. დედიკო და მამიკო, თუ შეიძლება ცოტა ხანი კომპიუტერთან რომ დავჯდე? კარგი შვილო და ჯექი. მამა, კომპიუტერს ვეღარ ვთავ. რაღაცა გაფუჭდა მგონი. აბა ვნახო შვილო რა ხდება. ვაიმე მართლა გაფუჭებულია ნინო. აბა მე ვნახავ გოგა. მოიწი ორ წუთი მე გავიწევი. ვაიმე, მართლა გაფუჭებულია კომპიუტერი. გოგა, სასწრაფოდ ხელოსანს დაურეკე. კარგი ვურეკა. გამარჯობა კომპიუტერის ხელოსანო. კომპიუტერი გაგვიფუჭდა და თუ შეიძლება რომ დაგვეხმაროთ. რა თქმა უნდა დაგეხმარებით. ახლავე მოვა. კარგით. აბა რა ხდება რომ ეს კომპიუტერია გაფუჭებული? დიახ, ეს არის გაფუჭებული. კარგით, ახლავე გავაკეთებ. ვაიმე, დენმა დაარტყა და წაიქცა.